ეს ჯავახიშვილის ერთ-ერთ ნაშრომშია ქართველთა ეწოდება ნაშრომს ქართველთა ეკლესია მონასტრები პალესტინაში. იქ არის აღწერილი მოღვაწეობა ვინმე ფილიპე შაქარიშვილის, რომელიც იყო მოდელი საქართველოში და ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ქართული ეკლესია და მონასტერი ძალიან შეჭირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმ პერიოდში უცხოეთში. ძალიან დიდი იყო კოლონია ჩვენი ეკლესიების, მონასტრების საზღვარგარეთ, განსაკუთრებით პალესტინაში და ეს მძიმე პერიოდი იყო საერთოდ პოლიტიკურადაც საქართველოსათვის მუსლიმანური სამყაროსთან მიმართებაში იყო ძალიან რთული. აი მაშინ განსაკუთრებით გაუჭირდა ჩვენს მონასტრებს და ეკლესიებს საზღვარგარეთ. ეს იყო ძირითადში კონცენტრირებული პალესტინაში. და მაშინ ფილიპემ, არ ვიცი ალბათ ეს არ იყო წმინდა მისი ინიციატივა, მაგრამ ის თავარი მოქმედი პირი იყო ფილიპე შაქარიშვილი, იყო ესეთი მღვდელი ქართლში, რომელმაც ამ დუხჭირ და გაჭირებულ საქართველოში იმ პერიოდის ძალიან რთული ეკონომიკური მდგომარეობაში იყო საქართველო, შეკრიბა რაღაცა, ესე იგი მთელ საქართველოში მოაგროვა რაღაცა ფასეულობა, ეს იყო რაღაცა ჭურჭელი იყო, ვერცხლი იყო რაღაცა და წაიღო ეს იქა, რომ გადაექცა ეს ფულად და ეს ფული მოახმარა მათ შორის ჯვრის მონასტერი იქ პალესტინაში ამოქმედა რამდენიმე კერა საეკლესიო ცხოვრების ცენტრი პალესტინაში გააცოცხლა, ასე ვთქვათ, ამოქმედა იქ. და ეს ამბავი თავისთავად გამოვიდა პატრიარქთან ურთიერთობაში, როდესაც მე მას პირველად ვიახელი, რაღაცა ჯანმრთელობის ისეთი მინიმალური დარღვევის გამო მოხდა ისე, რომ ეს რაღაცა ბუნებრივად უამბე ეს ისტორია. და ამან ძალიან დაინტერესა. იმის შემდეგ ალბათ ეს ამის დამსახურება, ამ ფაქტის დამსახურება განსაკუთრებულ ყურადღებას მაგცებდა, ასე ვთქვათ. ხშირად მიხმობდა ხოლმე არა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არამედ ისე აი რაღაცა სასაუბროდ შეხვედრას გამიმასპინძლებოდა კიდეც. ყოველთვის ძალიან საინტერესო ასორტიმენტი იყო ყოველთვის. ხო და აი ასეთი კონფიგურაცია ჰქონდა ამ ურთიერთობას. აი ამ პერიოდიდან მე მას ვაკვირდებოდი ბუნებრივია. და ვხედავდი, რომ ეს არაორდინარული პიროვნებაა. არაორდინარული არა თავისი საეკლესიო წოდებით და საერთოდ თავისი სტატუსით რელიგიურ ცხოვრებაში, საქართველოს რელიგიურ სინამდვილეში, არამედ პიროვნული განსაკუთრებულობით. საკონსულტაციოდ ვიყავი თერაპიის ინსტიტუტში, ძველ თერაპიის ინსტიტუტში. და იქ დამხვდა დიდი ჯგუფი კოლეგების, რომლებიც იყვნენ მისულნი ნოდარ ყიფშიძე იწვა იქ და მასთან იყვნენ მოსანახულებლად. და საუბრობდნენ, ახლა იქ დერეფანში საუბრობდნენ. ხო და ამ დროს მობრძანდა პატრიარქი, რომელიც მოვიდა
ერთ-ერთი ხო ესეთი საინტერესო ისტორია. ერთ-ერთი თავის გაზდილის მოსანახულებლად, რომელიც იყო მონაზონი. ის იწვა იქა და იმასთან მობრძანდა. ნუ ახლა პატრიარქის ხილვამ მობრძანდა, შეწუხდა, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა განსაკუთრებულია მისთვის და ამიტომაც ყველა მობილიზდა თავისებურად. და ესეთი მექანიკურად გამოსდით ეს ექიმებს გამოვდით ეს მექანიკურად რომ არის რაღაცა საშუალება პლუს რაღაცა გავაკეთო კიდე პაციენტისათვის და იმ პაციენტისათვის გადაწყვიტეს რომ აი პატრიარქიც მოგიყვანეთო პატრიარქთან ამ თხოვნით მიმართეს პატრიარქს და პატრიარქმა შეწუხდა. ის ავად არისო და სერიოზულად არისო. არა უშავს ახლა უკეთესად არისო და ძალიან გაუხარდება თუ მოინახულებდა. იცით რა მასთანო მე საგანგებოდ უნდა მოვიდეო. მოსულია პაციენტი იქ არის. ჰამაც ნახე რა, არა მასთან მე უნდა მოვიდე საგანგებოდ. აი მასტერ კლასი. ეხლა საინტერესო ამბავია ჩემი მონათვლის. მე მონათლავი ვიყავი. სანამ მოხდებოდი საპატრიარქოში, მე ვიყავი მონათლავი. მიუხედავად იმისა, რომ ღვთლების მოდგმისა ვარ, მაგრამ იმდენად იყო დაზიანებული ეს ჩვენი ოჯახი, ჩემი ხო, ეხლა რაში იყო საქმე. როდესაც უნივერსიტეტში გაიგეს, რომ ერთი და ორი ძმა ღვთლის შვილები არიან და სწავლობენ უნივერსიტეტში, მამა ჩემი სამედიცინოზე, ბიძა ჩემი და მამიდა ჩემი რა ქვია იმას საბუნების მეტყველოზე. გამოიძახეს რექტორატში და თქვეს, რომ ჩვენ მივიღეთო ცნობაო ჩოხატაურიდან, ჩოხატაურში იყო ოჯახი. ჩვენ იქიდან ვართ. რომ ღვთლის შვილები ხართო და უნდა გაირიცხოთო თქვენ. ასეთი არის კანონიო. თუ ერთადერთი პირობა თუ მამა თქვენი უარს იტყვის ღვთლის საქმიანობაზე, ღვთლის კარიერას შეწყვეტს. ეს იგი მოითხოვეს გაკრეჭა. და ეს ორი ძმა წავიდა მამასთან, ჩავიდნენ ჩოხატაურში და უთხრეს, რომ ესეთი ამბავიაო. იტირა. გამკრიჭეთო. წარმოიდგინეთ რა გადაიტანა. ესე იგი, რამდენიმე თაობა 1557 წლიდან ღვთლები იყვნენ. და ეს უნდა გაიკრიჭოს. და შვილებმა გაკრიჭეს. სამივეს ცრემლებით სავსე იყო ის ოთახი. და გადაირჩინეს სტუდენტობის უფლება. ესეთი საშინელი დასჯა. რო გაიგო რომ მე მონათლავი ვარ, ძალიან ესიამოვნა რომ მე ღვთლების მოდგმისა ვარ, ესიამოვნა მომეფერა, ხო? და მე უთხარი რომ არ ყოფილიყო ესე იგი ეს ყველაფერი ევოლუცია ესეთი სოფლიოში და სოციალისტური ვანაკი და რაღაცა მეც ღვთელი ვიქნებოდი მეთქი. ხო,
და მართლაც ესია, ну, ესე იგი ერთ-ერთი შვილი ჩვენი გვარის და ყოფილიყო მღვდელი და ესე იყო აი 1557 წლიდან. ფილიპე იყო შაქარიშვილი, რომელზედაც მე გიამბეთ და ახლა მე აი ჩემამდე მოვიდა და შეწყდა ესა. როგორ შეწუხდა, იცით, როგორ შეწუხდა? აუცრემლიანდა თვალი. ხო, და მითხრა რომ ესო დაუშვებელიაო, შენო ვალდებული ხარო, წინაპრების წინაშეო, შენ უნდა მოინათლო. და ჩამაბარა ღვთის მსახურს, რომელიც მე მიტარებდა მასტერ კლასებს, ესე გაცილებით მეც მაძლევდა, ვიდრე ჭირდებოდა მინიმუმს საკანდიდატო მინიმუმის დონეზე. ამაბარა ერთ-ერთ დიაკვანს, რომელიც მამაცადინებდა ღვთის მეტყველებაში. წამსი გასავარდა. აბა. და მე ბეჯითად ვიწერდი ხოლმე ზოგიერთ რაღაცას და ვსაუბრობდით ესე იგი აი მამაცადინა, აი როგორც რეპეტიტორმა მამაცადინა. აი ეს მოითხოვა, ეს უნდა გავაკეთოთ ასე. ეს იმისთვის რომ ეს არ იყოს ფორმალური, ეს არ იყოს ხო, რომ ეს ჩემი სხვა მატერიამდე მიაღწიოს ჩემს არსებაში. და მაგრამ რა არის საინტერესო, რომ ეს ისე კი არ გაკეთდა, რომ აი ფორსირებულად და ფორმალურად. რამდენიმე თვე მე მამაცადინებდა აი ეს დიაკვანი. და მე ბეჯითად ზოგიერთ რაღაცას ვინიშნავდი და მომნათლეს არასასულიერო პირებმა ჩვენმა ახლობლებმა ზუდიჩი ყავდა ჩემს სიმავს მეგობარი შრომის გმირი იყო ისა და სოფლის მეურნეობის წარჩინებული და იმან მომნათლა მე როცა უკვე დაოჯახებული ვიყავი, როცა და შვილებიც ყავდა. ეს აი დებულება კანონიკური შინაარსი მე შევისწავლე, მე სერიოზულად ვიჯექი და ამას ვითვისებდი. შევივსე, მე ვიგრძენი რომ მე სხვა გავხდი. ეს უცნაურია ახლა რაღაცა ესეთი რაღაცა ზებუნებრივი ვთქვათ რაღაცა მოვლენების მიმართ მე სენსიტიური არა ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვიგრძენი რაღაცა ტვირთი და ეს ტვირთი მაკლდა მე, ეს მჭირდებოდა თურმე. მასთან ურთიერთობა ეს ნიშნავს იმას, რომ ის ყოველგვარი ცდელობის გარეშე გავლენას ახდენს შენზე. სნოში წავედით. ნუ მისი მანქანით თვითონ და მისი უახლოესი ვინც არის საერთოდ ვისთანაც ერთად არის. და რამდენიმე კიდევ ეკიპაჟი მივყვებოდით. გაწვიმდა და რაღაცა შეფერხება იყო მოძრაობაში, ახლა იქ ცუდი გზებია, ვიწროა ზოგჯერ და რამდენიმე ხანი იკარგება ამ გზის მოკლე მონაკვეთის დაფარვაში. და ამიტომაც ნელა და ხშირად ჩერდებოდა ეს ნაკადი. გაიღო კარი წინ პატრიარქია. გაიღო კარი გამოვიდა. და ეხლა მე რომ მომესმინა, მე გავიცინებდი. და მე დავინახე, რომ მას არ აწვიმდა. და მე შევამოწმე და მშრალი იყო. ახლა ეს იყო რაღაცა ჩემში გენერირებული რაღაცა გიპნოზური აღქმა, თუ მართლა ესე იყო, ახლა ეს გაურკვეველი დარჩა. მაგრამ გადმოვიდა და გამიკვიდა რა შვება მეთქი. და
და იდგა ესე ცოტა ხანი იდგა, მე დაჯდა ისე და მშრალი იყო. მე ყვები რომ მშრალია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, იმიტომ ვერ დავიჯერებ, მე მატერიალისტი ვარ. მე ვერ წარმოვიდგენ, რატო უნდა იყოს მშრალი. ხო? ვერ ახსნე ამას. ეს იგი რაც არ აიხსნება, ის არ არსებობს. და ეს იყო უკვე იცით რა, აი მისულები ვიყავით, ეს მისი სამშობლო იყო, ეს მისი სტიქია იყო, მისი სტიქია და სტიქია ეს შეასრულა თავისი მოვალეობა, რომ დაზოგა თავის შვილი, თავის პირშო. ამ შემთხვევაში აუხსნელობას ნუ ვებძვით, მივიღოთ, რომ ეს აუხსნელია, რაღაცა არის ჩვენს მიღმა, ჩვენი რუხი ნივთიერების მიღმა არის რაღაცა ისეთი, რომელსაც არ უნდა გქონდეს ჩვენ ამბიცია ყველაფერი ავხსნათ და ყველაფერი განუმარტოთ. რაღაცა რჩება კიდევ იქ. საერთოდ ხშირად გვიწევდა ჩვენს გარკვეულ ჯგუფს, ექიმების ჯგუფს იქ ყოფნა. მასთან ურთიერთობა ისეთი არაფორმალური ჰქონდა. ცოტა უფრო ისეთი რელაქსირებულები ვიყავით მასთან ურთიერთობის პერიოდებში. ამის საშუალებას იძლეოდა თვითონ პროვოცირებდა ესეთი სიახლოვის ასეთი სიუჟეტურ ვარიანტებზე. და იმდენი საინტერესო შინაარსი იყო მის ზეპირმეტყველებაში, აი შეიძლება ესე ეწოდოს ამას, რომ თითოეული მისი სიუჟეტი ეს იყო რაღაცა ლიტერატურული დამუშავების მცირე დამუშავების ისიც საგანი, რომელიც ძალიან საგულისხმო იქნებოდა შინაარსობრივად. ხო და ამ შემთხვევაში მე მახსენდება თუ როგორი ხარტი გონების ანალიზი შეეძლო მას გაეკეთებინა აქტუალურ მოვლენებზე მსოფლიოში. ეს პოლიტიკა იყო, ეს იყო რაღაცა კონფლიქტები, ყველაფერში იყო ჩახედული და აუცილებლად რაღაცა მისი საკუთარი ხედვა ვლინდებოდა ხოლმე, როდესაც მსჯელობას ვიწყებდით ამასთან დაკავშირებით. მადლობა ღმერთს, ახლა პირობითად ესე იგი კონფლიქტები და საერთოდ მწვავე სიტუაციები მსოფლიოში ყოველთვის ჭარბად იყო, ეს პერიოდი იყო ესეთი ეს გასული საუკუნის ბოლო წლები და მიმდინარე საუკუნის პირველი წლები, რომ აუცილებლად მოთხოვნილება იბადებოდა ადამიანში, რომ რაღაცა თავისი პოზიცია, თავისი შეხედულება, თავისი დარდი გამოეხატა და ვიღაცისთვის გაენდო. და აი ამაში გვეხმარებოდა ის. წამოიწყებდა ასეთ სიუჟეტს და ძალიან გულახდილად, აბსოლუტურად რელაქსირებულად, თავისუფლად ვჟელობდით ამის საშუალებას იძლეოდა ძალიან ისე მოხდენილ ფორმით. იუმორი ქონდა, არაჩვეულებრივი იუმორი ქონდა. და ამ დროს სიცილს იწყებდა თვალებით. აი რაღაცა სხვანაირი ციმციმი ქონდა, რაღაცა თითქოს მიმიკური მოძრაობა არ ჩანდა, მაგრამ აი რაღაცა ციმციმი იყო ესეთი რაღაცა შუქი. ხან მატულობდა, ხან კლებულობდა. თვალები იცინოდა, თვალები. არა ქუთუთოები, არამედ თვითონ თვალის კაკალი იცინოდა მისი. ძალიან ლამაზი იყო. ხმა ქონდა რაღაცა არაჩვეულებრივი. უიმე, როგორი მუსიკალური იყო, როგორ შეეძლო, ხან ბანი მიეცა, ხან მეორე ხმა, და რა სიზუსტით. აი გეგონებოდა, რომ ეს შვიდკაცა და ვიღაცა ასეთი მღერის. არაჩვეულებრივი სმენა ქონდა და ხმა თვითონ ბარიტონი ქონდა ისეთი
ზოგჯერ ბანში გადაყავდა ხოლმე თავისი ხმა. ესე იგი სართულოვანი ქონდა მას აზროვნება. აი რომელიღაც სართული, რომელიც ამ შემთხვევაში საჭირო იყო, ის იყო განათებული, ის მოქმედი იყო, დანარჩენები იყვნენ რაღაცა ისეთი რელაქსირებული, როცა შეიცვლებოდა რაღაცა ან სიუჟეტი, ან საერთოდ ვითარება რაღაცა კომპოზიცია, სასაუბრო რესურსების, აი იმ წამსვე გადაერთებოდა. ეს უდავოდ ნიჭიერი და ბევრ რამეში ძალიან ნიჭიერი ადამიანი საერო ცხოვრებაში ეს იქნებოდა რაღაცა განსაკუთრებული მოვლენა მეცნიერულ სამყაროსათვის. ძალიან ღრმა მოხუცებულობის ასაკამდე ვერ წარმოიდგენთ როგორი ლამაზი და მკვეთრი ნაბიჯი ქონდა. დადიოდა როგორც ნორჩი, როგორც რაღაცა ატლეტი, ისე დადიოდა. თითქოს ატლეტი მოდისო სწრაფად, ენერგიულად, ჯანიანად, ხარბად ერთადერთი ადამიანი, რომელიც უფლებამოსილი იყო, მასთან ყოფილიყო, როდესაც ის ავადმყოფობდა, ეს არის დოკი. ეს არის ერთ-ერთი მათგანი ბავშვები ჩამოიყვანა უკრაინიდან. ხო, შესაძლებელია ბელარუსიდან. ჩამოიყვანა გოგოები, რომლებიც გაზარდა თვითონ. აი ბავშვები იყვნენ მოლდაველები. და აი როგორ იცით, აი გოგონას ჰიგიენა. აი ეს ასწავლა თვითონ. და ზოგიერთი ცოცხალია დღესაც მათგან. ხო, ეს ერთი არის, ახლა ეს დოკი იყო ყველაზე დაახლოებული ევდოკია. შენობით ელაპარაკებოდა. და ის ელაპარაკებოდა. Тише садись, садись, батюшка, садись. და ის არ შორდებოდა, ახლა ნუ ბოლო პერიოდში ესე იგი რამდენიმე წელი ხშირად უწევდა ესე იგი რაღაცა წოლითი რეჟიმი და მკურნალობა არ ცილდებოდა ეს. და ეს გოგოები ესე იგი როგორ ასწავლა კერძის მომზადებიდან დაწყებული. ნუ ახლა ჯერ პატარები იყვნენ ესენი, ხო, ესე იგი დედამ უნდა ასწავლოს ბევრი რამე, რაც მხოლოდ დედას შეუძლია. ამასაც აკეთებდა. ესეთი სპექტრი ქონდა რაღაცა უშველებელი, რაღაც სიარული იყო ესეთი რაღაცა ენერგიული და ჩანდა რომ კიდე დიდი პოტენციალია, კიდე შეეძლო, კიდე ზღუდავდა თავის შესაძლებლობას, ისეთი მკვეთრი მოძრაობები ქონდა. ერთი იყო ძალიან საგულისხმო, ჩემთვის საგულისხმო. მას მოვინახულე და გამოვედი, დავასრულე ყველაფერი, რაც ასე ვთქვათ, სამედიცინო თემატიკა არ გამომიშვებდა მარტო სამედიცინო პროგრამის პარგლებიდან. უბრალოდ მაძლევდა საშუალებას, რომ პლუს კიდევ რაღაცა სხვა საუბარი, ამით ხას უსვამდა იმას, რომ შენ ჩემთვის ხარ მეგობარი. ამ შემთხვევაში მე მადლიერი ვარ შენი როგორც ექიმის, მაგრამ მე მინდა შენთან ურთიერთობა, მეგობრობა მინდა. აი ესეთი ძალიან საინტერესო ფორმით იყო ეს გამოხატული. და ერთი ძალიან საგულისხმო, ჩემთვის ძალიან საგულისხმო იყო, ვიზიტის შემდეგ მე გამოვედი და საპატრიარქო თქვენ გახსოვთ, იქ დიდი ბაღია. და
გამოვედი ჩვეულებრივი დღეა ისეთი, რომ კარგი გაზაფხულია, გვიანი გაზაფხული, ეს კარგი პერიოდია თბილისისთვის. და უცბად რაღაცა ხმები, საშინელი ხმები. ეს არ არის ჭიკჭიკი, ფრინველის ხმა არის, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი თქვა ბეღურა ან მაგრამ ისეთი განსაკუთრებული და ეგზოტიკური კი არა, აი ყვირილი იყო. თოსანთა ყვირილი იყო. აი რაღაცა იყო კაკაფონია იყო, ესეთი აი იმ ბაღში არ ჩანდა თვითონ ფრინველი, მაგრამ იყო ეს ხმა იყო გამწარებული ფრინველების. გამაოცა, ესე იგი დგას პირდაპირ სავსე ატმოსფერო აი ამ გრიგალით. ფთოსანთა გრიგალით. შევჭირდი ახლა ეს და დავრეკე. საპატრიარქოში დავრეკე. იმ ნომერზე რომელზედაც მიპასუხებდნენ. და უთხარი რომ გამოდით მეთქი რაღაცა ხდება. ესე იგი ფრინველი რაღაცა აფორიაქებულია. ეს არ არის შინაური ფრინველი, არ არის რაღაცა ეგზოტიკა, ეს არის ჩვეულებრივი ბინადარი აი ბაღის. ხო და როგორც ჩანს მოახსენეს ეს პატრიარქსაც, იმასაც მოასმენეს. და მე დამირეკეს და მითხრეს რომ ეს არისო ზეცის გუშაგიო. ეს ზეცის გუშაგების პროდუქტიაო ეს. და ეს იყო რაღაცა კაკაფონია იყო, საშინელება იყო, ესეთი ინტენსიური და თითქოს აი რაღაცა დაგეტაკება და წაგაქცევს. აი ასეთი ფრინველების მიერ არ ვიცი, მაგრამ ესეთი ის იყო, ესეთი აგზნებული რა ფრინველი იყო ახლა, ნუ ბეღურები თავისთავად, მაგრამ რაღაცა პირი იყო, ზაფხულის პირი იყო და უკვე ფრინველები, სხვადასხვა ფრინველები იყო, არ იყო ზამთრის ფრინველი მხოლოდ. და უცბად შეწყდა. აი ესეთი ის იყო. ესე იგი თითქოს და იმათ სენსიტიური რაღაცა სისტემა აქვს, რომელიც რეაგირებს რაღაცა პრობლემაზე, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ, ვერ გძნობთ. ისინი გძნობენ. ვერ წარმოიდგენდით, რომ ეს ადამიანი ამხელა დიდ საქმეს აკეთებს ყოველდღიურად, ჯერამდენი ლოცვა, როგორი ენერგია ჭირდება ამას, როგორ იფიტება ადამიანი ამ დროს და ამას პირიქით ეს ყველაფერი აცოცხლებდა, ალამაზებდა, აკოხტაებდა, აძლიერებდა. მე ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო. ეხლა ქრისტიანები ვართ ყველანი, ხო, მაგრამ ეს კიდე იყო პლუს, რაღაცა ძალიან დიდი პლუსი იყო კიდევ მასში ქრისტიანობის. რა რესურსებიდან, რა წყაროდან ამას ვერავინ ვერ იტყვის. როდესაც ძიმეთ იყო, ესე იგი ერთი წუთითაც, აი ძიმეთ იყო, ფიზიკურად ძიმეთ იყო, ესე იგი უჭირდა ადგომა, გადაადგილება, ლოგინად იყო. აი რასაც ასრულებდა მთელი თავის ცხოვრების მანძილზე რიტუალს, ამ ლოცვების ღამე, რამდენჯერმე დღისით ყველაფერი, ეს უზარმაზარ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ამას ასრულებდა ყველაფერს. ესე აი თითქოს ფიზიკურად იყო ისეთი, აი უძბური იყო, მაგრამ ამ დროს ის იღვიძებდა რაღაცა სხვა ენერგია, სხვა რესურსი მოდიოდა საიდანღაც. ღრმა ფილოსოფიური განსჯა, სენტიმენტალური ცრემლით ხშირად იყო ხოლმე აუცრემლიანდებოდა თვალი და მაშინ ნათელი იყო რომ ძალიან ღრმად განიცდის მოვლენას. აი ძალიან რაღაცა ისეთი არაჩვეულებრივად ბავშვურად გულწრფელი იყო. აი ადვილად გამოიწვევდით მის
აცნებლებულ თვალს. მარტივ რაღაცას, ესე იგი რაღაცას უყვები და ყოველთვის ამის გამო ყოველთვის ვცდილობდი, რომ შემერბილებინა არაფერი ისეთი კონფლიქტური, ტრაგიკული, თქვათ, ჩემს განზრახვაში შინაარსობრივად არ იყო, მაგრამ მე კიდე ვცდილობდი ამის გაფილტრებას, რომ აი ესეთი ზემგზნობიარე, ჰიპერსენსიტიული იყო ყველაფრის მიმართ. ამიტომაც როგორც ჩანს, ამას ყველა სხვაც ცდილობდა და მას ჰქონდა რაღაცა სამყარო, რომელიც მხოლოდ მას ჰქონდა. ეს სამყარო არ იყო მისაღწევი სხვისთვის. და ესეთი რა თქმა უნდა თავისებურ გავლენას ახდენდა მის პიროვნების აღქმაზე. ის ყველაზე უფრო სუფთა ადამიანური სიღრმეებია, ხო. ბეხტერევი იყო ესეთი ძალიან დიდი მეცნიერი ექიმი, ლეიბ მედიკოსი იყო რომანოვების და იმას ჰქონდა ასეთი ჩვევა თუ ტრადიცია, რომ მას უფლება ჰქონდა სუფრასთან, მონარქებთან ერთად დასრების. და ის ოჯახთან ერთად, ესე იგი საიმპერატორო წოდების ოჯახთან სადილობდა. რომ თავდებოდა სადილი, ნამცეცები რაც იყო, ის კრებდა ამას. სალფეტკში ახვევდა და მიქონდა. ეხლა ის აზნაური იყო, გარდა იმისა აკადემიკოსი იყო, ეს ჯერ კიდევ რევოლუციამდე ხდება. და ერთ-ერთმა საიმპერატორო ოჯახის წევრმა შენიშვნა მისცა. რას აკეთებო შენ, ესე იგი კრებსო იმას რა ქვია, ნამცეცებსო, ახვევსო და მიაქვსო. რა არის ეს? და იმან უპასუხა Собирать крохи с императорского стола привилегия русского дворянина. Да, ეს რომ მოვხევი, იქ ჩემი კოლეგები იყვნენ. მე ავიღდა, შევკრიბე რაღაცა ჩემთან ახლოს რაც იყო და ყველამ გაიმეორა. ისეთი საინტერესო შინაარსის ტრაპეზს გვთავაზობდა ხოლმე. და აკეთებდა ამას, იცით, არა, ვთქვათ, ქართული ტრადიციის შესაბამისად, არამედ მიზანდასახულად, იმიტომ რომ ეს კატეგორია, აი ჩვენი ექიმების, ძირითადი პროფესურა, ხო, ეს ის იყო, რომელიც ძალაუნებურად სიამაყით რომ ახლობლობს იმდენად დობით აღჭურვილია, რომ პატრიარქთან აქვს ესეთი თავისუფალი ურთიერთობა. აი აქ რაღაცა ისეთი წრე იკრებოდა, და რაღაცა სივრცე, რომელიც მეტად იყო განათებული, მეტად იყო რაღაცა კომფორტული. როდესაც შენ გძნობდი, რომ ეხლა შენ ხარ მეტი, ვიდრე ეს იყო დღეს დილით. იმიტომ რომ აი ამ სივრცეში ხარ ეხლა შენ. და ეს არ იყო რაღაცა ისეთი, თქვათ, ზებუნებრივის წინაშე შენი თაყვანის ცემა. ეს იყო ორგანული განცდა. ლინდვალია ესეთი ძალიან ცნობილი ნევროლოგი შვეიცარიაში, რომელიც აი ჩვენ მეგობრობთ, მისი ის მენტორია, იმან მეცნიერებად გაზარდა ძმები კოკაიები. ხო, შვეიცარიაში. ხო და
რატომღაც იყო ესეთი ვითარება, რომ კომპოზიცია იყო, ესე იგი, მონაწილეთა ისეთი ძალიან ახლობლური და ამავე დროს ძალიან მაღალი კომპეტენციის ნევროლოგების. და ვთხოვეთ, რომ შეხვედროდა პატრიარქს. და სიამოვნებით, სიამაყის განცდით დაგვეთანხმა და ეს შეხვედრა შედგა. ნუ ეხლა რაც შეეხება პროფესიულ ნაწილს ის არავითარ ასე თქვა ყურადღებას არ იპყრობდა, არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ იყო, მაგრამ თვითონ ფაქტი, აი როგორ იმოქმედა ლინდვალზე, ამ ცნობილ ნევროლოგზე, განთქმულ ნევროლოგზე, აი ამ კონტაქტმა დაურეკა იქვე შვედეთში დაურეკა ოჯახს და ელაპარაკა მამას და უამბო რომ მე ახლა აქ ვარო და პატრიარქთან ვარო ეს იქიდან უკვე მილში კი არა ატმოსფეროში ისმის მისი ხმა აღტაცებული აღტკინებული რას ლაპარაკობ შენო ესეთი ბედი ქონიაო ესეთი პატივი შეხვდაო შენო რომ იმას შეხვდიო რას ლაპარაკობ კაცო და იქიდან იყო კივილ-წივილი ესე იგი ეს არ ამგონია რომ მხოლოდ ასე ვთქვათ მისმა წოდებამ პატრიარქის წოდებამ და ეს აღგზნო ესე იგი უკვე რეპუტაცია არსებობს რომ საქართველოში არის ასეთი პიროვნება როგორი მძიმე განცდა მქონდა როდესაც დაუძულურდა აი ეს იცით რაღაცა აი თითქოს კონდენსატი იყო ენერგიის ექიმები ვართ ჩვენ ესე იგი იმ სიტუაციაში სადაც თითქოს რესურსი აღარ არის უცბად გამოანათებს და იწყება აღდგენა ესე იგი თითქოს უკვე ყველაფერი გამოფიტულია ბრძოლა ფიზიოლოგიურ სისტემებს აღარ აქვთ ჯანი მაგრამ მე რაღაცა ხდება და აი ეს არის რომელიც ალბათ საიდანაც ანათებს და ეს ხივი აღწევს მანამდე იმიტომ რომ ლოგიკა აი სამედიცინო პრაქტიკის ამას გამორიცხავს ეს იყო რამდენიმეჯერ და უმძიმესი მდგომარეობიდან დაბრუნებულა კლავაც მისი ენერგიული ძალიან ისეთი კვეთრი ნაბიჯი ესეთი იყო სწრაფი აღდგებოდა ხოლმე ну დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი თანდათან თითქოს და იკარგებოდა მაგრამ ну ეს გაწელილი იყო ძალიან დიდი ხნის მრავალი წლის განმავლობაში რაღაცა ისევ და ისევ ფიზიოლოგიის მიღმა იყო ამ ადამიანში ეს არ იყო ჩვეულებრივი სისტემები ანატომიური ფიზიოლოგიური სისტემები ეს იყო პლუს კიდე სულიერება მე ამას გადაჭარბების გარეშე ვაბობ მე მწამს რომ ესე იყო იმიტომ რომ აქ ხდება მობილიზება რაღაცა დამატებითი რესურსების ორგანიზმის რესურსების განა არ არის ჭეშმარიტება ის რომ პატრიარქები დიდხანს ცოცხლობდნენ ეს ხო ფაქტია გასაგებია რომ ისინი რეჟიმს სათანადოდ იცავდნენ ეს კვების ეს მარხვა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ხელს უწყობდა მაგრამ ეს იყო კიდევ დამატებითი ძალები რომელიც სულიერებიდან კვებავდა ქსოვილებს ადამიანის ქსოვილებს როგორი მეტყველი მზერა ქონდა აი დუმს მაგრამ მეტყველებს აი უყურებ თქვენ და საკმარისია ეს და დიალოგი შესაძლებელია სრულყოფილი არსებობს ლიტერატურა რომელიც არ ვრცელდება ბეჭდითი
წესით. ზეპირმეტყველების დონეზეა. და ის ძალიან საინტერესოა, ძალიან შინაარსობრივად არის სპეციფიკური. ეს არ არის ჟანრი, მაგრამ ეს არის ლიტერატურა, რომელიც არის პარალელური. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გონება, ჩვენი აზროვნება გარდა იმისა, ორთოდოქსული, მატერიალისტური საწყისისა, კიდე რაღაცით იკვებება. ეს არის ტემპერამენტი, ეს არის სევდა, ეს არის სიხარული, რომელიც თითქოს და სხვა მოლეკულური სამყაროდან მოდის. ის არ არის ჩვეულებრივი პროდუქტი ჩვენი ფიზიოლოგიური ფუნქციების. და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ არსებობს კიდევ ერთი სივრცე კონტაქტის გარემოსთან, რომელიც ზოგ შემთხვევაში უფრო კვეთრად არის განვითარებული და ამას უკვე რაღაცა ზებუნებრივ ძალებს უკავშირებენ და ეს არის რაღაცა, ესე იგი, მაგი, რაღაცა ესეთი განსაკუთრებული უნარის მქონე პიროვნება, რომელსაც ეს ხელეწიფება. მისმა გარდაცვალებამ შეაყვარა ქართველები ერთმანეთს. ესე იგი, ესენი ეს უზარმაზარი მასა, ეს ხალხის, არ ვიცი, რა უნდა ყოფილიყო ესეთი სხვა მოვლენა, რომელიც ასეთ კონსოლიდაციას გამოიწვევდა საზოგადოებისა. ესე იგი, ერი იყო გაერთიანებული, აბსოლუტურად მოყვასთა ერი. ესე იგი, ბოლო წუთამდე თავისი მიწიერი არსებობისა, ცხოვრებისა, სიცოცხლისა, მან სამსახური გაუწია ქვეყანას. თავის გარდაცვალებითაც. იმიტომ რომ ასეთი კონსოლიდირებული, ასეთი ერთაზროვანი ეს ამდენი ქართველი არ ყოფილა არასოდეს.